ბევრჯერ ყვარებიათ? ძალიან. ნამდვილი სიყვარული? ნახევარი მზიური მიყვარდა. მართლა? ხო. და როდესაც მეუღლე გაიცანით, ერთი ნახუჭე გიყვარდათ? პირველივე დღეს. იმ მომენტში ვიყავი სხვაზე შეყვარებული, ის სხვა იყო წასული საზღვარგარეთ დიდი ხნით და სახში ვარ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ჩემი ძმაკაცის მამიდაშვილის ნიშნობა იყო. მოვიდა ჯიმიკო, ეხლა ჩემთან წამოდიო რა ნათიას ნიშნობა, არამეთქი არაფსვავ, არც ხასიათზე არა ვარ მეთქი რაღაცა და აუ წამოდ ერთ 3 საათი მეხვეწა მოკლედ რა არ მიდი უშენოდ არ წავალ. წამიყვანა ვზივართ ეხლა მართლა ჯერ არც დამილები, არც აფე, მარტო სიგარეტს ვეწევი და იღება გარბი და შემოდის ჩემი ცოლი. ახალი ზამთარი იყო და ახალი ჩამოსული იყო რომელიღაცა თბილ ქვეყნიდან რა და ზაგარი ქონდა. ბურჯი თვალები და რო დავინახე უცებ დამავიწყდა ის წინა შეყვარებული 25 დღეში დავქორწილდით. 25 დღეში. ერთი თვეც არ გაგრძელებულა რომანი. დიახ. იმ პერიოდში პოპულარული იყავით ძალიან, არ ეჭვია? ივერიაში. გასტროლები. არა, არ იყო ნინო ეჭვიანი აბსოლუტურად. კარგი ქმარი იყავით? ნუ დავშორდით ერთ-ერთ საგამ დღეს ვართ ძალიან ახლო მეგობრები. რაც იშვიათია და დღე არ გავარო, ჩემთან სახლში არ მოვიდეს. ერთი ოჯახი ვართ. ახალ წელს ერთად ხვდებით, აღდგომას ერთად ავართ. დეეჩემისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია და რაღაცა რო ხდება თქვა დედაჩემი ნინოს ურეკავს ეწუწუნება რომ აი ეს მინდა და ის მირეკავს მე და მეჩხუბება. ნინო ისევ რძალია. ნინო არის ყველაზე საყვარელი რძალი. თუმცა ძალიან რთულია ყოფილ მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნო. თან ასეთი. არტივად შეძელით. ჩვენ ერთად ვისვენებთ, არის რომ ერთად მივდივართ დასასვენებლად და დაშორების მერე პირველ პერიოდში არ იყო ეს გაუცხოების მომენტი. რამოდენიმე თვე არ ქონიათ. რამოდენიმე თვე. და თქვენ იყავით ინიციატორი, ეს ყველაფერი დალაგებული იყო ისევ? მე ვიყავი ინიციატორი. მარტივად მოხდა? მარტივად მოხდა. თვითონ ნინოც ეთყობა მეგეთია და ამიტომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ნარკოდამოკიდებულება. არა, მაშინ არ ვკაიფოვდი გაცნობა. მაშინ არა, მერე დავიწყე გაიფი. და ეს ოჯახი რო დაინგრა. მივხვდით რომ უკეთესი მეგობრები გახდით, ვიდრე მეუღლეები იყავით? იცი რა არის, ჩვენ ვეცადეთ მე შევრიგდით რაღაცა პერიოდი ვიყავით და ერთად რო ვართ ჩხუბობთ, ცალცალკერო ვართ პური და ყველი. მეუღლისთვის თუ გიღავატიათ? იმ პერიოდში კი. იცოდა, გაიგო? არა. ალბათ არ ვიცი. ნინო არ არის ეგ ტიპი, რომ ამ თემაზე დაეწყო ლაპარაკი, რომ რა მიღა. აი ეგ ტიპი არა. ჩვენ საერთოდ დაჩა გვაქვს ბაკურიანში. აი ერთად რო გავაკეთეთ, აი გაცილების მერე და ნუ არა, დღეს რო ურთიერთობა გაქვთ, ეს იშვიათია, მაგრამ ფაქტია. მეორედ ოჯახის შექმნის სურვილი აღარ ქონიათ. არა, ამიტომ მარი განიცდიდა ამას. შვილი. და ნინომაც და მეც გავუწიეთ მარის ანგარიში. და მარის არ აქვს ის კომპლექსი, რაც აქვს ბევრ დაშორებულ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს ის კომპლექსი არ აქვს აბსოლუტურად. გაიგინდა რომ სულ ერთად ხვედავ და აი ჩვეულებრივად და ხო და მარის ნერვებს გავუფრთხილდით ორივე. კიდევ ერთი თემა, რომელზეც ყოველთვის საინტერესო იყო თქვენი პასუხის მოსმენა და მე პირადად არ მომისმენია. თქვენი დისშვილი, რატომიშვილით? თვითონ გადაწყვიტა ესე. ხო და რა პრეისტორია აქვს ამას? ჩემთან გაიზარდა ოჯახში დღიდან გაჩენისა და ერთშენიერ დღეს მითხრა რომ მე არ მინდა რომ მამაჩემის გვარი მქონდეს, იმიტომ რომ შენ გამზარდეო. მამასთან არ ქონდა ურთიერთობა? გაცილებულები არის მშობლები. და სხვა შორის რომ გაიზარდა მე მქონდა მამასთან ურთიერთობა. მე სულ მინდოდა რომ ქონოდა მამასთან ურთიერთობა, თვითონ არ უნდოდა. აი ყოფილა ესეთი თქომავისა სიტუაცია რომ სკოლაში მიუკითხია მამამის და უთქვია რომ მე არა ვარ ვანიკო. იგი აი არ უნდოდა მამა, ნუ აი არ უნდოდა. ხო და თან კაი გვარის არის თვითონ, ხარ ვიტყვი გვარს. ხო და რომ მითხარ რომ შენ გვარზე გადამიყვანე, მე ვთხარი რა სისულელია, მე გადმოვალ ბიჭო შენ გვარზე თათარაშვილი და არა მე ვარ ვღადაობო. დიდ გვაროვნების გვარი აქვს? კაი გვარი აქვს კი. ანუ საბოლოოდ დათანხმდით. კი, აბა რამე ცხოვრობთ. ჩემთან ერთად ცხოვრობთ, რა თქმა უნდა.